მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ფორსაჟიდან ისევ ახლა მეორე სერიის ამბავი გვაქვს. პირველი სერია დავამთავრეთ. პირველი სერია მოხდა. ახლა მეორე სერია. სუკის ჰონდა ეს 2000 და მე ვიტყვი რომ მარტო ფორსაჟის ფრენჩაიზი კი არ არის გამორჩეული მანქანა. ზოგადად კინოს ისტორიაში არის გამორჩეული მანქანა ჩემთვის. ანუ კინოებში ხო არის მანქანები რა? კი ბატონო. დასამახსოვრებელი და ერთ-ერთი არის ეს ჩემთვის. კი ბატონო. მოგესალმებით. ხო, არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ და კომენტაროთ და ვისაც სურვილი გაქვთ დონაციითაც დაგვეხმარეთ, რომ ესეთი მაგარი მანქანები ჩავწეროთ ხოლმე. კი ბატონო. ამჯერად ფორსაჟის მეორე სერიაში ვიმყოფებით. ეს მანქანა რო არ ჩავეწერა არ გამოვიდა. განსხვავებული ავტომობილით. პირველი ჰონდათი. არხზე პირველი ჰონდა გვაქვს. თუ არ ვწდები ვიტეკი ეყინა ამაში. არ ვწდები. ლეგენდარული ვიტეკი. კი ბატონო. არ ვწდები ნამდვილად. ხო და კიდე ერთი რაღაც მინდა რომ ვახსენო. ეს მანქანა მე ვიყიდე, ესეთი მაღაზია არის მოდელების Model House, რომელიც ძალიან მისაღები ფასები აქვს. ახალი მაღაზია არის რა. და ლინკი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ და იკონტაქტოთ. კი ბატონო, ნამდვილად ეგრეა. და შურისა შემეშალა ადიორკა. ნუ ხო 10000 გამომწერზე რომ ერთი რვა მასშტაბის ძალიან მაგარ მანქანას გაჩვენებთ, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთადერთია, მაგას მეგონი შეხსენება არ უნდა ჭირდებოდეს. ნამდვილად ეგრეა. სანამ შენ მაგას იპოვე. სანამ მე ვიჯადოქრებ. მე ცოტა მოდელზე ვილაპარაკებ და წარმოებებს. კი ბატონო. ეს მოდელი S2000. ხო. Honda S2000. აქვს გამოშვებული green lights-იც და ეს არის კონკრეტულად ალტაიასი, რომელიც 1901 წლიდან აწარმოებს მოდელებს. D'Agostini არის ეგეთი კომპანია, რომელიც ქვეყნდები არის რა. კი. ეს და ალტაიამ 2022 წელს შეიძინა ფორსაჟის ლიცენზია და დაიწყო ფორსაჟის მოდელების გამოშვება 1.53 მასშტაბში რა. და green light-ის სუპრა და ჩარჯერი მაქვს მე. არხზე დევს და green light-ის S2000 კონკრეტულად მაგ მანქანას. ეს მირჩევნია. იმიტომ რომ უკანა ფარები უფრო დეტალიზირებული აქვს ამას. ამის ფასი სადღაც მინიმუმ $50 eBay-ზე. Shipping-ის და ტონის გარეშე. და თან ძალიან იშვიათებია, იმიტომ რომ ფორსაჟის მანქანებია რა. ხო და ლიმიტირებულად გამოვიდა და არა, ლიმიტირებულად არ გამოვიდა, ჩვეულებრივად ჩაუშვეს, მაგრამ რადგან ფორსაჟის მანქანა არის, ძალიან მოთხოვნადია და მალე თავდებოდა ხოლმე. და ფასიც ეგრევე იწევს. ეს მანქანები არის, რომ აი რაღაც მანქანები არის, რომ კონკრეტული დრო ჭირდება, რომ ფასმა აიწიოს რა. ეს რო გამოდის უკვე ძვირია. და სხვათა შორის იმ მაღაზიაში, რომელიც აგერ ჩვენ შევიძინეთ ძალიან მისაღებ ფასებშია. კი. ფორსაჟის მოდელები აქვს კიდევ რამოდენიმე. და შეგიძლიათ რომ ძალიან მისაღებ ფასში იყიდეთ. კი ბატონო. ვერ მოხსენდი. მე ჯიუტება ერთ წელი შურუპი. და რა თუნდა ამ სიგრძე შურუპები რა უბედურება. So, ამოვიდა? კი. აუ, ქვემოდანაც რა მაგრად არის გაკეთებული. კი ბატონო, აგერ. დღეს მოგიყვებით კონკრეტულად ამ მანქანის ისტორიას რა. აგერ აი ესეთი ავტომობილია, მე როგორც ვაკეთებთ ხოლმე. კადრები იქნება ვიდეოს მსვლელობის დროს. ვორლები ტრიალებს რაც თავარია. კარებები არ იღებ. ხო, 1.53-ს ვინც არიცით ზოგადად თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის არ ეკენება. კი ბატონო. განსხვავებული ფერის ავტომობილია, განსხვავებული ფერის სალონით,
ეგრევე მიხვდებით რომ ქალის მანქანა არის. გინდა ვთქვა ამ ფერს რა ქვია. ვარემ ვიტყვი, ამას თავის სახელი აქვს. კი ბატონო. hot pink, ანუ ცხელი ვარდისფერი, ეგრე. კი ბატონო. მოდი მოკლედ მოვყვები ისტორიას. ხო. კონკრეტულად ეს სერიის ისტორიას მოვყვები, საიდანაც და მე შეიქმნა ეს ვიტყვი ავტომობილი. ეს მანქანა როგორ და რანაირად იყო. ხო. თლიანად Honda-s ისტორიას არ მოვყვები, იმიტომ რომ მე არ მინდოდა. აგერ ბატონმა გუჯამ სხვა მანქანის მინდა კი ბატონო. ისიც ყველაზე ცნობილი და ყველაზე განთქმული მანქანით უნდა. საქართველოში მით უმეტეს. ხო, და ბატონ გუჯას მეც დავეთანხმე და ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ეს სერიის ისტორიას მოვყვები, თან ისიც მოკლედ. ყველაფერი დაიწყო 1960 წელს. ამ მანქანის ეს სერიის ეს ისტორია. თვითონ ეს კონკრეტულად საერთოდ Honda-s ავტომობილების ისტორია და პარალელურად ეს სერიის ისტორიაც. ხო. 1963 წელს პირველი უკვე არა პროტოტიპი, არაფერი პირდაპირ ჩაეშვა გაყიდვაში ეს 500. ეხლა ნახე. ციფრი 500 რას ნიშნავს? ძრავი ქონდა 0.5 კუბური სანტიმეტრი. ხო, მაგრამ 500 ხო, ეს 500 იყო პირველი მოდელი. გამიგე? ეს სერიის ისტორიას ავყვები. წარმოიდგინე, 1-დან 0-იც არ აქონა, 0 და 5 ქონა ძრავი. ნახევარი და ხო, და 45 ცხენის ძალა ქონდა. ხო, ნუ მაშინ ხო. მერე ცოტათი გააუმჯობესეს 64 წელს გააუმჯობესეს და გამოუშვეს ეს 600, რომელიც რო ცოტათი მეტი ცხენები ქონდა რა. 54 ეს რომელ წლებზე ძახი? 63-64 წელი, ხო. მერე სადღაც 60-იანების მიწურულს გამოვიდა, არა 70 წელს გამოვიდა უკაცრავად. ეს 800, რომელსაც 0 და 8 ქონდა. 2000-მდე მალე მივა. კი. მივედით უკვე სხვათა შორის. რომელსაც ქონდა 0 და 8 ძრავი და 72 ცხენის ზალა. და მერე всё გაჩერდნენ. 70 წელს გაჩერდნენ რატომღაც და გააკეთეს 25 წლიანი პაუზა. და 1995 წელს უკვე წარადგინეს პროტოტიპი ამისი ეს 2000-ის. 2001-ში გამოუშვეს როგორც ვიცი. კი ბატონო. ეს მანქანა. კი ბატონო. 2000-ში წარადგინეს პროტოტიპი იყო ჯერ. 2000-ში თუ 95-ში კაცო. ესა 95-ში წარადგინეს ეს პროტოტიპი, რომ უნდა გაეკეთებინათ რამე მე დახვეწავდნენ რაღაცა და ხო. და მაშინ უკვე ვიტეკის ძრავი იყო. ლეგენდარული ძრავი. ხო, ლეგენდარული ძრავი და სხვათა შორის მაგ ძრავზეც ვიტყვი. 2001 წელს უკვე ჩაეშვა კონკრეტულად ეს 2000 მოდელი და დაიწყეს სერიულად გამოშვება. ყველაზე საინტერესო რა ქონდა იცი ამ მანქანას? აი ვიტეკის ძრავი და რატომ? რატო? ბრუნი. ბევრი ექნებოდა საბოლოოდ. 8900 ბრუნზე ადიოდა. მართლა კაცო. თითქმის 9000 ბრუნამდე ადიოდა. და მაგიტომაც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და ყველაზე საუკეთესო ძრავი. სივიქში ხო ეს ძრავია? ხო, არა, სივიქში 1 და 6-ია. ამაში რამდენი? 2-დან 2. ამაში 2-დან 2. 2000 იმიტომ აქვია. გასაგები, ეხლა გასაგები. მაგიტომ დავიწყე 500-დან, გამიგე? 0 და 5, 600, 0 და 6, 800, 0 და 8. ეს უკვე 2-დან 2. გასაგები. და იმდენად წარმატებული გამოდგა მოდელი. რომ ნუ აზიის ქვეყნები გინდა, ევროპის ქვეყნები გინდა, ამერიკა გინდა დაიფხრო მაგრად რა და საკმაოდ პოპულარული მანქანა გახდა.
წარმოიდგინე ეკონომიურიც იყო ძრავი. იაფიც იყო მანქანა არ ფუჭდებოდა. ადვილად არ ფუჭდებოდა, იმიტომ რომ გამძლე სავალი ნაწილები ქონდა. ანუ ყველანაირად კარგი მანქანა იყო რა. თან პატარა და პრაქტიკული. თან ლამაზიცა. ხო. და სხვათა შორის ძალიან მოეწონა ამ ტიუნინგ კომპანიებს, რომელიც რახან იაფი იყო მანქანა, ხო ადვილად შეიძლებოდა დატიუნინგება ამის. ისე იაპონური მანქანა ქარხნულ ვიზუალზე რო შეინარჩუნონ ძალიან იშვიათია. ხო. და კონკრეტულად აი ეს ავტომობილი, რომელიც ჩვენ გვიდევს წინ, არის მილენიუმის დატიუნინგებული. რო იცოდე. მილენიუმის. კი. და 2004 წლის მოდელია. ეს? ხო. ანუ ხო 2003-ში გამოვიდა ის სერია, მეორე სერია. ხო, ეხლა ფორსაჟის თემა ველაპარაკო რა როგორ გააკეთე. ეხლა უკვე შენიერი, იმიტომ რომ ამანქანამდე მივედი უკვე და გავჩერდი. მაშინ სხვანაირად დავიწყებ. მეორე სერია ვისაც ნანახი გაქვთ. კი ბატონო. სხვა მსახიობები არიან. მარტო პოლ უოკერი არის პირველი სერია. ხო, იქ ტაირის გიბსონი დაემატა და ეხლა მაგას ვიტყვი რატო დაემატა რისთვის რომ პირველი სერია გავაკეთეს. და მეორე სერიის, ანუ პირველმა სერიამ გაისროლა, ძალიან გაისროლა თან და რაღაც შეთანხმება ვერ შედგა ვინ დიზელთან. რომ იმან მოითხოვა დიდი მაკუთ თუ რაღაც თუ ჰონორარი მოითხოვა დიდი. ხო და ანუ პირველი და მსახიობებმაც აყვნენ რა ეს რომ დიდი მაკუთი გვინდა და რაღაც. შეხა პოპულარული გახდა. შეერჩათ მარტო პოლ უოკერი და ეხლა ანუ ბიუჯეტი გვაქვს მეორე სერია უეჭველი უნდა გადავიღოთ რა ვქნას. ანუ მარტო პოლ უოკერი ვერა და პოლ უოკერის ძმაკაცია იყო და არის ტაირის გიბსონი. ტაირის გიბსონმა ჩაანაცვლა ვინ დიზელი მან და ლუდაკრის ბრიჯიშმა ჩაანაცვლა ჯარული აი როყვირის მონიკა როდა აი ეგ ანუ ერთ ეპიზოდშია, მაგრამ დასამახსოვრებელი ის იყო რა. ხო და ამ მანქანას რაც შეეხება, ნუ დანარჩენები სხვები იყვნენ. ამ მანქანას რაც შეეხება, S2000 ეს არის შავი ჯონი ტრანის შავი S2000, რო იცოდე. აჰა. ანუ ის მანქანა გამოიყენეს ისევ შეუცვალეს დისკები, ველისაიდ მილენიუმის ბამპერები დააყენეს. ნოსები აზოტის ბოთლები ჩააყენეს, გოგოს მანქანა რადგან იყო. ვარდისფერი სალონი გააკეთეს, ფუმფულა ის აქვს რა. ხო, რულიც ფუმფულარულით არა. ხო, კი. ხო. მაგიტომ შევხედე მეთქი ამას ეგრე ხო არა აქ მეთქი. დისკები არ მახსოვს რა დისკებია, მაგრამ დისკები შეცვლილია. ხო, და მთავარი, როგორც ვახსენე, ვარდისფერი, ცხელი ვარდისფერი შეღებეს, ეგრე ქვია მაგას და გააკეთეს ანიმე სტილის ნახატები. ხო. ერთ-ერთ ქალია ხატია. ერთ-ერთ გაბრაზებული გოგონა. ერთ-ერთ კომპანიას დაუკვეთეს, რომლებმაც აეროგრაფით შეასრულეს ეს ნახატი, ხო. და ამ მანქანას კონკრეტულად ჰქონდა 340 ცხენის ძალა 6 ჩხარიანი გადაცემათა კოლოფით. ხო, აი აეროგრაფი კიდე აგერა ეს. კი, ვინც არ იცით აეროგრაფი არის, აი ამით არის დახატული ეს ნახატები. ხო და ეს მანქანა კონკრეტულად ეხლაც არსებობს. ლოს-ანჯელესში არის პეტერსენის მუზეუმში. კონკრეტულად ეს მანქანა და რამოდენიმე რეპლიკა გააკეთეს. ფილმის გადაღების დროს და ერთ-ერთი რეპლიკა არის ხიძე რო ხდება. ის რეპლიკა არის, ანუ ის ნამდვილი არ არის რა. და როგორც ვიცი იმ სპეციალური აპარატით გაისროლეს ხიძე ეს. და ფაქტიურად რა ხიძე ორი მანქანა ხდება ეს და ის. ხო. ნუ დასამახსოვრებელი მანქანა იყო ნამდვილად. ხო, აი თან რა არის იცი ფორსაჟის თემაში განსხვავებული არის. მე ვთვლი რომ ფორსაჟის თემაში განსხვავებულიც არის და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი არის. აი რამოდენიმე მანქანა ხო ყავდათ ესეთი რომ დავიმახსოვრეთ. ერთ-ერთი არის
ხო, თან მით უმეტეს რომ აქ სერიაში არაერთი მანქანა მონაწილეობს. ძალიან ბევრი მანქანა. და რატომღაც ყველას დაგვამახსოვრდა 2-2 მანქანა. ნუ R-14 და ეს. და ეს მანქანა. ხო. მით უმეტეს რომ არანაკლები საუბარი. იქ რო სუპრა არის, ხო იცი? მეორე სერიაში. ეგ სუპრა არის სტაფილოსფერის სუპრა. პირველი ფორსაჟიდან ისიც გადაკეთებულია. ანუ და კრეიგ ლიბერმანის გაკეთებულია ეს ყველაფერი, როგორც აღარეთქენ უახსენე. ამ კაცმა იცოდა მანქანების პოტენციალის გამოყენება და ხო, ნუ როგორ არის, იცი, აი ბიუჯეტი როგორც აძლევდა საშუალებას თავიდან, ხო? ანუ ისეც მოიხმარდნენ იმ ეგრეთ წოდებულ აქსესუარებს. მაგრამ ეხლა ნახე, აი ბიუჯეტი ხო თქვი და ბიუჯეტურად აკეთებდნენ. ეხლა აქვთ ხოლმე 200 მილიონი რა. ფილმი ძდება 200 მილიონი. რატო ვეღარ აკეთებენ ესეთ რაღაცას? ანუ სამ სერიაში ამოწყურეს მანქანები. მაგაზე ხო თქვი კიდევაც რა, ფორსაჟი გააკეთეს უკვე ინდურ სერიალად. ხო. ანუ ტრილოგიით რო განთავრებინათ სამი სერიით, აი იდეალური დასასრული იქნება. და ბოლივუდს არა აქვს ფანტაზია ეგრე რო იყენებენ უკვე ხან თბილისიდან კოსმოსურ ხომალდს უშვებენ ხან მანქანით თვითფრინავს თან რა თვითფრინავს იმაშვებია მანქანებით დაბლაგდებენ იქ ტანკის ამოტრიალება ერთი კარგი რა ხო და აი ეს სერიები ფრინავი მანქანები და ფრინავი მანქანა აი სერიები პირველი მეორე მესამე ყველაზე მაგრები იყო რა. ბოდიში გაწყვეტილებდა კორპუსიდან კორპუსში ფრენა არ ეყოთ მანქანით და კოსმოსში გაუშვეს მანქანა. თან თბილისში. ილონ მასკის კონკურენტები გახსნენ ეგრევე. ილონ მასკს როკსტერი ხო გაუშვა? გაუშვა უკვე. ეგ კინოში უყურა და იმიტომ ალბათ მაშინ არა. ეგ ჩაიდო გულში და გაუშვა კოსმოსში. ხო. ნუ მოკლედ ძალიან მაგარი მანქანაა რა. თუ ვინმეს საშუალება გაქვს და ხართ კოლექციონერი რომ და გავწურვილი რომ ესეთ მანქანა გქონდეთ, ოღონდ მარტო საშუალებასაც არ თუ იშოვით. ხო, ნუ კი, ეგეც ცოტა ისეთი რთული საკითხია. არც მე მეგონა რომ ამის ჩაწერა მომიწევდა, მაგრამ ვიშოვ. ჩვენთვის საოცნებო მანქანად იყო და მოხარულები ვართ რო აგერბიდეს. შემთხვევით აღმოვაჩინე. ხელიდან აღარ გაუშვიდა. არ შეიძლებოდა ამის ხელიდან გაშვება. რავი, მოვჭით არა? კი. თავი აღარ მოვაბეზროთ ჩვენ მაყურებლებს. ერთი თხოვნა მექნება მაყურებელთან რა. თქვენ გევალებათ არხის გამოწერა და გამოიწერეთ ხომ რა ესეთ მაგარი მანქანები. ჩვენ გაინტერესებთ ესეთი კარგი და კი ძალიან მაგარი მანქანები. წავიღებ ფორსაჟით, მაგრამ მაგარი მანქანებია რა უკვე. და თუ გაინტერესებთ კიდე ის ერთი რვა მასშტაბი რა მანქანა არის? ხო. გამოიწერეთ რა. ხო. და ჩვენ კიდე მაგარ მანქანებს არ მოგაგონთ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, რომ კაი ვიდეოები დავდოთ. აი ესე მაქსიმალურად კი ვცდილობთ, რომ ხო, და ბოლოს ამ მანქანის პოპულარული რო გახდა. ხო. მაშინ არ იყო პოპულარული მანქანების შეგროვება კინოებიდან. ეხლა წამოვიდა ეს ხობი 1-10 წელია დაახლოებით, თუ მეტი არა რა. და ამის რეპლიკებს აწყობენ. ხო. არის და ერთ-ერთი ცნობილი კოლექციონერი არის მექსიკიდან, აი ვიდეო მაქვს YouTube-ზე ნანახი. მაგისი გარაჟის რა, გარაჟი აქვს, ფორსაჟის გარაჟი აქვს. აი მან მეც ხო მაყურებელი. აი მანდრო ყველა მანქანა რო. თითქმის ხო. ფორსაჟის ფანი ვინც ხართ, აი მან დაიძინეთ რა მოკლედ, აი იმდენად მაგარი კოლექცია აქვს. ესე წავს. ნუ ახლა რატომღაც არ ეყოლება ეს. კარგით, აბა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ. ვიდეო გააზიარეთ და კომენტარები დაგვიტოვეთ, მოგწონთ ესეთი ვიდეოები, მაინტერესებს. ხო, ეგ ნამდვილად გვაინტერესებს, მოგწონთ თუ არა ეს ჩვენი ვიდეოები. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.